მანქანა თავის ირგვლივ ყველაფერს ხედავს. უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და მას ყურადღება თავიდანვე ექცევა. დანიშნულების ადგილამდე მივყვანი თვითმართვადი ტრანსპორტი არის ის ამოსავალი წერტილი, რომელსაც შეუძლია ტრანსპორტის ეფექტიანობა გააუმჯობესოს. დღეს მოგიყვებით თუ როგორ გამოჩნდა ჩვენს ქუჩებში ევროკავშირში დამზადებული მაღალტექნოლოგიური და თვითმართვადი მინი ელექტროავტობუსი. გადაცემაში დამზადებულია ევროპაში მაღალტექნოლოგიური ტრანსპორტით გასეირნება გელით. უცნაურ მანქანას, რომელიც ზამთრის სიცივის მიუხედავად ესტონეთის დედაქალაქში დადის, მიკა ჰქვია. ის 8 ადამიანს იტევს და მისი სიჩქარე საათში 25 კილომეტრია. მიკას ავტოპილოტის სისტემით დღეში 20 საათამდე შეუძლია იაროს. მანქანა რამდენიმე განსხვავებული სენსორითაც არის აღჭურვილი. ავტობუსი აღჭურვილია ეგრეთ წოდებული ლიდარის სენსორებით. ეს არის 360 გრადუსიანი ლაზერული სკანერი და კამერები. როცა მანქანა აღიქონს თუ რა ხდება მის ირგვლივ, მას შეუძლია დაინახოს გზა, ირგვლივ მოძრავი სხვადასხვა ობიექტი, საფეხმავლო ბილიკი და გზაჯვარედინი. ეს შატლი ავტობუსის ერთი გაჩერებიდან შემდეგ გაჩერებამდე მოძრაობს და გზას დამოუკიდებლად იგნებს. თვითმართვადი შატლის მწარმოებლებმა ტალინის საერთაშორისო აეროპორტში ტესტების ჩატარების ნებართვა მიიღეს. მანქანა შეუძლია აეროპორტის პერსონალი ანგარებსა და თვითმფრინავებს შორის ატაროს 24 საათის განმავლობაში, თან იაფად და გარემოს დაბინძურების გარეშე. ამბობენ მენეჯერები. ცდების დროს თვითმართვადმა პროტოტიპებმა 2150 კილომეტრი გაიარეს და 215 მგზავრი გადაიყვანეს. We have seen a lot of technical challenges that we ბევრი ტექნიკური გამოწვევის დაძლევა მოგვიწია. ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დაწყებული კანონმდებლობით დამთავრებული, რადგან ამ ტიპის ტრანსპორტი აეროპორტისთვის სიახლეა. ყოველ მანქანას აქვს 5 ავარიული მუხრუჭი, უსაფრთხოების სავალდებულო ხვედები და ავარიული დამუხრუჭების ფუნქციები იმ შემთხვევისთვის, თუ რაღაც მოიშალა მექანიკურ ან ელექტრონულ სისტემაში. უსაფრთხოება ყველა წვრილმანში პირველ ადგილზე დგას, ასე რომ როდესაც ამ აეროპორტში 2 წლის განმავლობაში საცდელ გასვლებს ვატარებდით, გაირკვა რომ ყველა დეტალში, რასაც აეროპორტში ვქმნით, აუცილებლად უსაფრთხოებაც უნდა გავითვალისწინოთ. კომპანია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2018 წელს დაარსდა. მისი მანქანები უკვე 17 ქვეყანაში დადის, მათ შორის არის ევროპის რამდენიმე ქვეყანა და ასევე იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. კომპანიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის თანადაფინანსებით ისინი სთავაზობენ მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს თვითმართვად ავტომობილებს, მათ დანერგვას სხვადასხვა გარემოში და ავტოპარკის მართვას. თვითმართვადი ავტომობილის მწარმოებლები საკუთარ პროდუქტს ახასიათებენ, როგორც მსოფლიოში ყველაზე კომპაქტურ და მოქნილ თვითმართვად შატლს, რომელსაც ადვილად შეუძლია არსებულ ინფრასტრუქტურას მოერგოს. არა მხოლოდ ევროპაში, არამედ კიდევ ბევრ ქვეყანაში დიდი პრობლემაა გადატვირთული საგზაო მოძრაობა და ჩვენ უნდა მოუძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდოს. პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხი ან ფასი კი არ არის, არამედ ის, რომ მას ვერ მიხავხარ ზუსტად დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ კი სწორედ ამ პრობლემას ვაგვარებთ. მოქნილი ტრანსპორტი ჩვენი აზრით იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ამა თუ იმ ადგილზე შეეძლოს ავტობუსის გაჩერებაზე მისვლა და ისეთი ტრანსპორტის არჩევა, რომელიც საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიიყვანს. ის უფრო იაფიც არის და უბნებს შორის სწრაფად მიმოსვლას შესაძლებელი იქნება. მიკა ახლახან გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანეს. გააუმჯობესეს მისი ავტონომიური მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და რეალური ცდების ანალიზის საფუძველზე დაამატეს ახალი მახასიათებლები. პირველად დაამატეს რამდენიმე მახასიათებელიც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ობიექტებზე სწრაფი რეაგირება, ასევე მისი ხედვის არეალში ავტომობილების შემჩნევისა და შესაბამისი მოქმედების მიღების უნარი.
We are trying to implement human behavior and human ვცდილობთ, რომ მანქანას ადამიანური ქცევისა და ფიქრის უნარი მივანიჭოთ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებითი სარჩევს ობიექტებს. შედეგად ავტომობილი გარშემო ყველაფერს აღიქვამს და წინასწარ ადგენს სავარაუდო მარშრუტებს. და ამის საფუძველზე მანქანა ზუსტად აღიქვამს მის გარშემო არსებულ ვითარებას და იქცევა დადგენილი წესებისა და მოდულების შესაბამისად. ავტომობილები აქ ესტონეთში ევროპის ერთ-ერთ მთავარ ციფრული განვითარების ცენტრში მზადდება. ავტომობილის აწყობა შეიძლება ერთ კვირაში მოესწროს. მწარმოებლები ამბობენ, რომ ყველა საწარმოო პროცესის ერთ ადგილზე თავმოყრა ქმნის ხარისხის გარანტიას და იძლევა ყველა პროცესისა და საწარმოო რისკების მართვის შესაძლებლობას. ავტობუსის ნახევარს შეადგენს ელექტრონული აპარატურა, სენსორები და კომპიუტერი. მთავარი პრობლემა არის მექანიკური, ელექტრონული და ასევე პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება. ეს სამი ძირითადი ასპექტი უნდა გავაერთიანოთ. კომპანიის მფლობელებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა ინვესტიციების ჩადება კვლევასა და განვითარებაში, რადგან მუდმივად იცვლება როგორც ტექნოლოგია, ისე მის მიმართ არსებული მოლოდინი. და იმ დროს, როცა სხვა ბაზრებზე მათი თვითმართვადი ავტომობილები დიდი წარმატებით იკიდებენ ფეხს, ახლა ყველაზე დიდი დაბრკოლებას სწორედ ევროპა აწყდება, ამბობენ კომპანიაში. ყველაზე დიდი გამოწვევა რეგულაციებია. თეორიულად ჩვენ გვაქვს ერთი ევროკავშირი, მაგრამ პრაქტიკაში 27 სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებს. ზოგიერთი მარეგულირებელი ორგანო მზადაა დანერგოს ინოვაციები, ზოგი კი ძალიან ფრთხილობს. ამ ეტაპზე ევროპა ნამდვილ ჩიხშია შესული საკუთარი პროცედურის გამო. ფიქრობ, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ ავტოპილოტურ ტრანსპორტთან დაკავშირებული მრავალი პროექტი ევროკავშირის დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტთანაა გაერთიანებული, რომელთაგან ზოგი ხშირად დიდი მრავალი წევრისგან შემდგარი კონსორციუმია. ამასთან რეალურად არც ის დაუზუსტებიათ, თუ სად უნდა ჩაიდოს მეტი ინვესტიცია. ასე რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის ბაზარი ჩვენთვის საკმაოდ მცირე გამოდგა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ბიუროკრატიაც მრავალ დაბრკოლებას ქმნის, რაც ართულებს ავტომობილის გზაზე კანონიერად დაშვებას. ყველაზე მეტი კონკურენტი ჩინეთში ყოფს და რა თქმა უნდა, როგორც თავმოყარე ევროპელი ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩამოვჭრეთ ამ თამაშში.